სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 105 წევრიანი ეროვნული კრების შემადგენლობაში 4 პოლიტიკური გაერთიანება იქნება. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმებას 61 ადგილი აქვს. მან ხმების 49.91% მიიღო. 23.29%-ით მეორე ადგილზეა მილიარდერი სამվել კარაპეტიანის ბლოკი ძლიერი სომხეთი 28 ადგილით. 9.94% აქვს ბლოკს სომხეთი, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია 11 ადგილით. ხმების 4% მიიღო პრორუსული პოზიციის პარტიამ აყვავებული სომხეთი 5 ადგილით. უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 53 დეპუტატია საჭირო, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 60. საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა, ამ მრჩეველთა აქტივობა 58.97% იყო. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიულოცა და განაცხადა, რომ ხალხმა მშვიდობა დაიცვა და მომავლისთვის იბრძოლა. ფაშინიანის თქმით, ბლოკი ძლიერი სომხეთი, ბლოკი სომხეთი და პარტია აყვავებული სომხეთი, რომელსაც მან სამმხრივი ომის პარტია უწოდა, დამარცხდნენ. ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ნება, რომ სამმხრივი ომის პარტია და მასთან დაკავშირებული კრიმინალურ ოლიგარქიული სისტემა უნდა აღმოიფხვრას სომხეთის რესპუბლიკიდან. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური უმრავლესობისა და მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ დაუყოვნებლივ და ძალიან გადამწყვეტი და მტკიცე ნაბიჯებით უნდა განვახორციელოთ. ასევე მინდა მივულოცო სამოქალაქო კონტრაქტის პარტიას გამარჯვება, ჩვენს პარტიას ეყოლება საპარლამენტო უმრავლესობა და ჩამოაყალიბებს მთავრობას, აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. უწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის ჩვენი ერების საკეთილდღეოდ, წერს X-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, ცოცხალი და ძლიერია, უაღრესად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც თანდათან უახლოვდება ევროპას. ჩვენ სომხეთის გვერდით ვდგავართ, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. სომეხმა ხალხმა ხმამისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს. ამის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ხალხის სამსახურში, ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და სომხეთის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და ევროპასთან დაახლოების იმპულსის გასაძლიერებლად, წერს მაკრონი. სომხეთის ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია პროცედურები საპარლამენტო არჩევნების დროს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მთელი საარჩევნო კამპანია და თავად ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ მკაცრი რეპრესიების ატმოსფეროში. ზახაროვას თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის სამოქალაქო კონტრაქტის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზახაროვას მტკიცებით, ქვეყანაში რუსეთთან ურთიერთობების განვითარების დიდი მოთხოვნა. ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზა ლიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს, განაცხადა სპიკერმა. მან გაიმეორა ევროკომისიის პოზიცია, რომ ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. მისივე თქმით, ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში. ნაცვლად ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სიტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 11 ივნისს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება და არა პოლიტიკური ხასიათის. პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ სუვერენიტეტი
მარწყვლზე გავცვალოთ.